ვიზუალიზაციის დაფა. მოკლედ, ძალიან საინტერესო თემა, რომელსაც მოყვა ძალიან ბევრი კითხვა და შესაძლოა ეხლაც კი ვერ ამოვწუროთ იმდენად ვრცელი თემა, თუმცა მე შევეცდები ვუპასუხო თქვენგან შემოსულ კითხვებს და თუ კიდევ გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დაამატოთ კომენტარების სახით და იმასაც ვუპასუხებთ შემდეგ პოდკასტში. და ეს არის ჩემი პოდკასტი ნომერი 19. და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოგვიწეროთ, დაგალაიქოთ და მხარი დაგვიჭიროთ. რამდენ ხანში შეიძლება ასრულდეს სულ? აი გავაკეთე ვიზუალიზაციის დაფა. რა მეხანიზმი? აი საოცარი კითხვაა, იმიტომ რომ მე ეს პირველ ნაწილში გამომჩა, რომ მეხსენებინა, რომ ზუსტად ის ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ არ ამისრულდა, ხო, ერთი რაღაც მნიშვნელოვანი ფაქტორი გვავიწყდება ყოველთვის, რომ თუ ჩვენი ვიბრაციები, მოკლედ ვთქვა, ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი შინაგანი დაწყობა, რაც უფრო მაღალია, მით მეტია ალბათობა იმისი, რომ ისინი, რაც ფოტოებზეა, მოვა ადვილად ჩვენს ცხოვრებაში. აი ასეთი კანონზომიერება არსებობს. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, რომ გაკრულიც კი არ ქონია, ჩემს ერთ-ერთ კლიენტს ჰქონდა ეგეთი შემთხვევა, უბრალოდ ამობეჭდა, ჩანთაში ედო და ეგრევე უკვე ანუ გაკვრამდე ასრულდა. აი რო ჩავიციქო, რომ აი სულ ამაზე ასრულდება თუ არა მას. თუ როგორ სამყაროსთან დავუწყებ ჩემს სულ. ხო, ჩაციკო ნამდვილად არის სწორი სტრატეგია, იმიტომ რომ არაფერში არ ვარ და ზოგადად ჩაციკო მარტო ამაში არა. ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა კი მოგვინდეს და რა თქმა უნდა ძალიან ისეთი გამოთქმა ხო იყოს ნება შენი, როდესაც ვამბობთ, ხო, ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ ხომ თან ზუსტად არ ვიცით, რომ აი ეს რაღაცა ჩემთვის კარგი იქნება თუ არა. სიტყვაზე ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანს აქვს გაკრული უნდა ბინის შეძენა, მაგალითად. და ბინის შეძენაზე არ აკონკრეტებს, ოღონდ აპრინტერებს ნახულობს, როგორი უნდა რამდენი კვადრატი ისა ყველაფერი აკრავს ვიზუალიზაციის დაფას და ელოდება, როდის აუსრულდება. იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც ნამდვილად აუსრულეთ 1 წლის განმავლობაში და ეს ბინა მიიღო იპოთეკით იმ ადამიანმა. შემდეგ დაიწყო პანდემია. ამ პანდემიის დროს, ანუ იპოთეკა აიღო ზუსტად იმის დასაწყისში, როცა პანდემია დაიწყო. შესაბამისად, ის საქმიანობა, რომელიც ჰქონდა განსაზღვრდა, რის იმედადაც აიღო ეს იპოთეკა, ის ჩავარდა პანდემიის გამო და იმ ადამიანს დაეწყო ძალიან ღელვის და ნერვულობის ნიადაგზე ჯანმრთელობის პრობლემები. და საბოლოო ჯამში, რომ გავაანალიზეთ, ყველაფრის ფასად არ უნდა ვინატროთ რაღაცა, იმიტომ რომ იყო ასევე სამწუხარო შემთხვევა იყო ერთი, როდესაც ერთ-ერთმა კლიენტმა ინატრა აგარაკი რაღაცები დასვენება ოჯახთან ერთად მთელი რაღაცები იყო რა და იმიტომ ვიძახი ხოლმე რომ ჯობია რომ ბალანსი და ცოტა გაუმჯობესებული, აი ერთნახევარჯერ იმასთან შედარებით ორჯერ ოკეია. და ისე მოხდა, რომ მათ ოჯახში გარდაიცვალა ოჯახის წევრი გარდაიცვალა, მოკლედ ვთქვათ და მემკვიდრეობა მიიღო. ანუ კი მიიღო, ნამდვილად მიიღო ის ყველაფერთან ერთდროულად, რაც უნდოდა. ოღონდ სამწუხაროდ მაგის ხარჯზე და ცოტა აი მე იმას კი არ ვიძახი ხა რომ ეს აუცილებლად ასე ხდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ერთ რაღაცას ვიფიქროთ, რომ რაღაცას ვისაც ნატრულობთ, ხო? დაე ყველა სასიკეთოდ, ჩემი და სამყაროს სასიკეთოდ, ადამიანების სასიკეთოდ. აუცილებელია, რომ აი ეს მივაყოლოთ, ესე ვთქვათ, ეს ფრაზა კიდე მივაწეროთ თქვენ ვიზუალიზაციის დაფას, იმიტომ რომ თუ ჩვენი ჯანმრთელობის გაუარესება დაგვიჯდება, რა თქმა ან ეგეთი ბინა ან აგარაკი, ხო? ამიტომ ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ჩავიციკლოთ და დაე მოხდეს ისე, როგორც ჩემთვის ჯობს. აუცილებლად სწორედ კონკრეტულად, რომელსაც მინდა დასვენება. მაგრამ მეგონა
სადაც ზოგადად არის ასე. კონკრეტულად ამბობენ. ბოლო ტენდენცია ზუსტად ეს მაჩვენებს, რომ ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია, როდესაც თუნდაც იმ სასტუმროს ისა გაქვთ ამობეჭილი და გაკრული, სადაც გინდათ. ანუ ქვეყნის, რა თქმა უნდა, ქალაქის და კონკრეტულად სასტუმროსიც კი თუ იქ გინდათ მოხვედრა. შესაბამისად, ხო, ეგ დაკონკრეტება ყველაზე. რატო იცი, ნახე როგორ რაღაცა. დავუშვათ ჩვენ რესტორანში ვართ და მოვიდა მიტანი და გვეკითხება. რას ისურვებთ ბატონო? შეკვეთას იღებს, ხო? და ჩვენ მივხვდით და ვეუბნებით. იცი რა, აი შენ რაც მოგწონს ამ რესტორნის მენიუში, ყველაზე გემრიელი რაც არის, ის მომიტანეთ. წავიდა მომიტანი და მოიტანა ის, რასაც თulis გემრიელად. და თქვენ მე აღშფოთებ და გაკვირდები, რომ მე ეს არ მინდოდა. და აბა მე რატო მანდე არჩევანის გაკეთება მაშინ, ხო? სამყაროდაღლებით ესეა ზუსტად რომ თუ არ უკონკრეტებთ რომ რა გვინდა, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ემოცია. რა მინდა, რა ემოცია მინდა გამიცადო, როდესაც მე მექნება დავუშვათ ახალი სახლი, ახალი გარემო, აქ დავისვენებ. ემოციაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩავუთქვათ, რომ აი რა ემოციას მომიტანს მე. როდესაც სურვილს ჩავუქამ სამყაროს. უნდა ვიფიქრო მაგალითად მინდა კონდეს იახტა. რა აი როგორ მექნება კაცი ხო არა მაგრამ შემოსავალი. აი ამაზე უნდა ვიფიქრო როგორ ამისურვება თუ არა, რა თქმა უნდა მაგ გზებზე სამყარო იფიქრებს. ეგზები საერთოდ არც უნდა გონება არ დაწვითოთ მაგაზე ფიქრით. იმიტომ რომ ჩემი შემოქმედი ძალიან კრეატიულია და მან იცის ეს გზები. ცხოვრობს არც სოფელში, არ მაქვს არც პრინტერი, მაქვს ძველი ნოკია, როგორ უნდა ამოვეჭო ეს ფოტოები, აი გამოსავალისად. ძალიან ისეთი კითხვა, ამიტომ მადლობა რომ იმიტომ რომ ძალიან ხო მქონია ერთ შემთხვევაში თაში ცხოვრობდა ერთ კლიენტი და ზუსტად მაგის წინაშე დავდექით რომ მნიშვნელოვანი იყო რომ უბრალოდ მოეწია ფოტოები და თუნდაც მობილურში თუნდაც აწყოს ეს ვიდეო კოლაჟი ან ფოტო კოლაჟი, უბრალოდ ფოტოები გადმოწერო სიტყვაზე, თუ მობილური აქვს, რა თქმა უნდა და თუ მე მიკავშირდება ყველა ვარიანტი აქვს მობილური და ინტერნეტი, შესაბამისად მხოლოდ ფოტოებიც რომ მოიწეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კლიენტი ყავს, რომელიც ვოლზე აქვს მობილურს დაყენებული და საერთოდ არ აქვს არსად გაკრული. ანუ მთელი კონცეფცია ვიზუალიზაციის დაფის და სურვილების ახდენის არის ის, რომ ყველა მეთოდი არის ინდივიდუალური. რამდენადაც ინდივიდებიც ვარსებობთ. ჩვენ გავცნობთ სქემას ვეცნობით, მაგრამ თქვენ პირადად შეიძლება აი სულ 5 სურათი კი არა, ერთი აიღოთ, აიჩიოთ და კონცენტრაცია იმაზე, ოღონდ არ არის რეკომენდებული ერთი, იმიტომ რომ ბალანსს ვარღოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ აი იმ სფეროებში რაც ჩამოვთვალეთ წინა პოდკასტზე, იმ სფეროებში აირჩიოთ თუნდაც თითო-თითო. მე რა ვიყო ბლოკინგ და ეს ყველაფერი დავწერო. და არანაირი ფოტოა. კი, ანუ შესაძლებელია და ჩვენ იცით წერით პრაქტიკებით სრულის მიღწევის და ასრულების. კი, აბსოლუტურად შესაძლებელია. ერთადერთი ჩვენზე ცოტა გონიერი ხალხი ამბობს რომ ადამიანებად თქოს რომ როდესაც ამას თვალი ხედავს უფრო ადვილად იზრდავს შემთხვევაში. იმიტომ რომ ის რეალურ გამოსახულებას ხედავს იმისას თუ რაც გინდა რომ შემოვიდეს. ფოტოები არა, იმეროს დავხატე რაც მინდა. ეს დავხატე წარმოიდგინე როგორც ეს ცნობილ ფილმ საიდუმლოში არის ერთ-ერთი მაგალითი ზუსტად მოყვანილი, მაგრამ ხატვარი მამაკაცი, რომელიც ხშირად ხატავს თავის თავს, ან მაშინ არ ვიცი ფოტოები რატო არ იყო ესეთი ტრენდული, მოკლედ ისე მოხდა, რომ ეს ადამიანი ხატვარი ხატავდა თავის თავს სულ ქალების გარემოცვაში, რამოდენიმე ქალის გარემოცვაში და ისე აღმოჩნდა, რომ თურმე მას რამოდენიმე ქალთან ერთდროულად ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. და შემდეგ მის ცხოვრებაში რაღაცა წლები რომ გავიდა, დადგა ის ეტაპი, რომ მას აღარ უნდოდა ის ერთი და განუმერებელი ყოლოდა და მე დაიწყო თავის ხატვა ერთ ადამიანთან, ერთ ქალთან ერთად და
მისი ცხოვრება უკვე რამოდენიმე წლის მერე აჩვენებს ფოტოს, რომ უკვე ცოლი და შვილი და ოჯახური სიტუაცია. შესაბამისად, აი ნებისმიერი მეთოდით ხატვითაც გადასარე ქალის და კაცის ვიზუალიზაციის დაფა რა თქმა უნდა განსხვავდება. თუნდაც იმითი, რომ ქალის ძალიან ესეთი ნაზი და სიფრიფანა სურვილებში უგულისხმობ, ხა ტიპიურ ქალს გულისხმობ, რა თქმა უნდა. ესეთი ძალიან სენსიტიური და ემოციურია ხოლმე ყოველთვის ფოტოებიც და იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცი ზოგადად შედეგზე ორიენტირებულია და მისთვის პრიორიტეტული ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს, არის ჯერ მიზნების მიღწევა, კარიერაში იქნება, ფინანსებში თუ სპორტში თუ ნებისმიერ სხვა იმაში, ამიტომ შესაძლოა მამაკაცის ის უფრო გადავსებული იყოს მიზნებით და რა თქმა უნდა, ოჯახს და მეორე ნახევარს დიდი როლი ენიჭება, თუმცა მაინც მამაკაცისთვის პრიორიტეტი არის მისი პირადი რეალიზაცია და მიზნების მიღწევა და შემდეგ არის უფრო ეს ყველაფერი. ამიტომ ცოტა განსხვავდება და ცოტა სტილიც. მე მქონდა მაგალითად მახსოვს, როდესაც მამაკაცებს ვაკეთებინებდი, ახალგაზრდა ბიჭი იყო და მას ფაქტურად ჯერ არაფერი არ ჰქონდა, ასაკით ძალიან პატარა იყო და ჯერ არაფერი არ ჰქონდა ესე თქვა ცხოვრებაში და როგორ გეგმავდით დაუშვათ მის ფიზიკურ განვითარებას, სამსახურს როგორ გეგმავდით, სურათებით რა თქმა უნდა და ნახეთ როგორ რაღაცა კიდევ ის სამსახური, სადაც უნდა დაეწყო მუშაობა, იმის შესაბამისი ლუკებიც კი შევარჩიეთ. ანუ სურათის მოძიების დროს, ანუ რა ეცმეოდა იმ მენეჯერს დაუშვათ, რა აცვია მენეჯერს, თუ ეხა აი ამ წუთას სხვა მომსახურების სფეროში ხარ, სადაც სხვა ტანსაცმელი გაცვია, ამ ბიჭის შემთხვევაში ფოტოც კი მაგის მიხედვით შევარჩიეთ, რომ და ეხლა ძალიან ისეთი საინტერესო სურათი მომხდა, ვანო და არ შემიძლია არ გავუძია, რომ მაყურებელს ძალიან ესეთი საინტერესო რამე არის. 20-25 წელი. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მე ახლა თმაზე თვისფერი ეს მექნებოდა და ეს თმა და წარწერა უკან. მეგობრებო, თუ წარწერას ვერ უკეთებთ, ანუ თუ მაინც ფორმატზე არ აკეთებთ, მე პირადად ვაპრაქტიკებ მაგას, რომ წარწერას ვუკეთებ ხოლმე ფოტოს უკანაც. თუ არ მაქვს იმ წუთას ფორმატზე თუ არ ვაკეთებ. და ეს ყველაფერი, რასაც ეხლა მაგიდაზე ვიდებს, ეს ყველაფერი არის 20-25-ის ესე ვთქვათ, ჩემი ვიზუალიზაციის დაფიდან და წარწერაზე ვკითხულობ და შევიცვალე იმიჯი, მათ შორის თმა და გამოვიყურები ელეგანტურად, ბუნებრივად და ახალგაზრდულად. მე მგონი ეგ მიზანი მიღწეულია ამ შემთხვევაში. ასე რომ, იმ დროს აი საერთოდ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მე აი ასე მოკლედ შევიჭრიდით მას. ასე რომ, სწორედ აი ასე ხდება. თუნდაც ის რომ ჩემი ელექტრონული წიგნი ნახეთ როგორი ისა მაქვს ამობეჭილია უბრალოდ რომ ნოუთბუქთან მუშაობდა, წარწერა გავუკეთე ეფექტური ტექნიკების პირველი განვითარებისთვის და ბესტსელერი. ანუ როგორ იყიდება, როგორ ხდება ის უფრო ქმნი ელექტრონულ წიგნს თან წარწერაც მაქვს გაკეთებული და როგორ იყიდება ის წარმატებით. ასევე მაქვს დაუშვათ ჩემი სტუდიის ლოგო, ასევე მაქვს ჩემი სოციალური ქსელების სურათები, აი რაზეც საუბრობდი პირველ ლოგში, წინა ლოგში, პოდკასტში და ჩემი სოციალური ქსელები დღითიდღე იზრდება და ძალიან საინტერესო იყო, აქ რიცხვი არ მაქვს შეცვლილი და საინტერესოა რომ დაფიქსირებულია რა მქონდა 25-ში და რომ რამდენად დიდი განსხვავება ეხლამდელ ჩემ სოციალურ ქსელის აი ამ გამომწერებსა და შორის. შესაბამისად, ხო, აი ასეთი დეტალებიც კი როგორიც არის, მაგალითად ეხლა ძალიან ელემენტარულია თითქოს, მაგრამ თმის უთო, რომელიც არაზიანებს თმას, იმის ფოტოც კი კონკრეტული მოდელის მქონდა, რომელიც მინდოდა რომ შემეძინა და ანუ აი ესეთი დეტალებიც კი, ასევე მაგალითად სმუზი, რომელიც მინდოდა რომ შემოსულიყო ჩემს ყოველდღიურ რუტინაში, შემოვიდა და მე ახლა უკვე ძალიან ადვილად ვამზადებ აი ამ სმუზს. ის კი არა, ნახეთ, სოციალურ ქსელში ვნახე, დავსკრინე, მე ეს სკრინი ამოვყიდე და რეცეპტიც კი ზედა აქვს. შესაბამისად, ყოველ ჯერზე, როდესაც მე მივდივარ, უცებ
ხედავდიზე და ეს უკვე ჩემთვის ყოველდღიურობა გახდა. და ეს პოლიტიკა იმისთვის რომ ჩავხდეს სულ ხო? ვიზუალიზაცია. ვანო, ბოდიში, სანამ ბოლო კითხვას დამისვა, აუცილებლად უნდა ვისაუბრო მანქანაზე. იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანები სვავენ, რომ მანქანის ყიდვა მინდა, მართვის მოწყობის აღება მინდა და აი რა გავაკეთო, ეს როგორ ავსახო ჩემს ვიზუალიზაციის დაფარვას. იყო ერთი ესეთი შემთხვევა, როდესაც კლიენტი მეუბნება, რომ რამდენიმე წელია ვცდილობდა ვერაფრით ვერ ვიღებ ჩემს მართვის მოწყობას. ну, რა თქმა უნდა, რაღაცა კითხვები, კოუჩინგური პრაქტიკები, რაღაცები და ვაზუსტებ, რომ თურმე თან რა იყო იცი საინტერესო, ზამთარი იყო და ეს მრავალშვილიანი დედა არის და იმის გამო, რომ სახში ხმაური იყო, ერთადერთი დრო ჰქონდა დილით, აი ძალიან ადრე და ერთადერთი ადგილი, საიდანაც შეიძლებოდა რომ ჩამრთო და სესიები გაგვეკეთებინა, იყო მისი საკუთარი მანქანა, რომელიც მას უკვე ნაყიდი ყავდა, ეზოში ეყენა და ეზოში ჩადიოდა იმ მანქანაში ჯდებოდა და იქიდან მერთვებოდა და მეუბნებოდა მართვის მოწყობას ვერ ვიღებ. ვიწყებთ კვლევას და ეხლა ძალიან უაზრობა გამოჩნდა რომ მე თქვა რომ ეხლა მანქანის ფოტო გადაგიღე და მიაკარე, იმიტომ რომ თუ მან რაღაცა ფსიქოლოგიური ბლოკებია, ეს ასე არ უნდა გაკეთდეს და ნახე აღმოჩნდა რომ მას და მის ქმარს საერთო ბიზნესი აქვს, ანუ ოჯახური ბიზნესია. სადაც მის მეუღლეს დაყავს ხოლმე მანქანით მიდიან. ხშირად ამ წყვილისთვის, ცოლქმრისთვის, ესე ვთქვათ, განმარტოების საშუალებას იძლეოდა სწორედ ის, რომ ისინი დაუშვათ, როდესაც დაკვეთაზე გადიოდნენ ქალაქიდან, მიდიოდნენ მეუღლის მანქანით ერთად, გზაში მარტოების, შვილების, ბაბუაბების და ამბების გარეშე და ეს ახდენდა მათი ურთიერთობის რეფრეშს. რა თქმა უნდა, იმ სასტუმროში დარჩენაც იქ, სადაც ჩადიოდნენ რაიონში, მე აღმოჩნდა, რომ სადაც კი ეს გოგონა მიდიოდა, დაუშვათ, კურსებზე სასწავლებლად თუ რაღაცაზე, მეუღლე ხშირად აკითხავდა და ელოდებოდა ხოლმე. და ეს მას როგორც ქალს ძალიან სიამოვნებდა. და მე მაშინ კითხვა დავუსვი, თუ შენ გადაჯდები უკვე შენ საკუთარ მანქანის საჭირთან, ანუ მართვის მოწყობას აიღებ და გადაჯდები, ეს ყველაფერი რომ იცოდე გაქრება, ასე ვეღარ იქნება ფლად. რას ამბობთ, ვარო, მე არ ვარ მზად ამისთვისო. ანუ ეს ჩემთვის ისეთი ღირ ხო და მე ვთქვი მაშინ იცი უკვე. უი, რას ამბობთ, მაშინ მე მირჩევნიო ეს ფულიო რემონტში ან რაღაცაში ჩავდო და მანქანის ყურით და ანუ დაინახა ბლოკი, რის გამოც ესე ვთქვათ არ უნდოდა. ეს ერთი და მეორე კიდევ მაგალითად, ეხლა ჩემ შემთხვევაში ვიტყვი ზუსტად პირადი მაგალითია, 20 რამდენი წლის 42 წლის ვიყავი პირველ დროს საჭისად დავჭიქე, ამ დროს მართვის მოწყობა ძალიან დიდი ხნის აღებული მქონდა და სულ ხშირად აი სოციუმისგან როგორ შეიძლება აიკრიფოს ესე ვთქვათ, სულ ხშირად მეკითხებოდა რომ კითხავ თქვენ მანქანა არ გყავთ, საჭესთან არ ძალიან ხშირად ისმოდა ეს კითხვა და მე იმ რა ვიცი გამიმართლა თუ რა ვიცი რაც იყო, მთელი ცხოვრება მემსახურებოდნენ ადამიანები ძალიან იღბლიანი ვარ მაგ თვალსაზრისით და ეხლაც დღესაც საუკეთესო ადამიანები მემსახურებიან, როცა მე მანქანა მჭირდება. შესაბამისად ძალიან ჩემთვის ძალიან კომფორტულია, როდესაც მე ვზივარ უკანა სიდენეს და ვათვალიერებ გარემოს, ან მუსიკას უსმენ და სხვა მართავს მანქანას. იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი რამის მართვა მიძებს ისედაც ცხოვრებაში და ეს კონკრეტული დიდად არ მანიჭებდა სიამოვნებას და მოკლედ ისე ხდება, რომ ოჯახში შევიძინეთ მანქანა და ისე მოხდა, რომ ჩემი მეუღლე იმ პერიოდში არ იყო და საქართველოში ვერ ისა და მომიწია მოკლედ ვთქვათ, მე დაიწყავ საჭირთან. ესე იგი, ერთი წელიწადი ვიყავი მეტი არა საჭესთან და ერთ წელიწადში მანქანა გავყიდე, იმიტომ რომ ზუსტად ეს პასუხი მივიღე, რომ ეს ჩემი არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამოიცნოთ, რომ არის თუ არა ეს, ანუ იმდენად მამაკაცურ ენერგიას აღვიძებდა ჩემში, ანუ ეს მანქანის მართვა, მიუხედავად იმისა, რომ ავტომატიკა იყო, რომ და ის რაღაცები, რომ მე ჩვეულებრივად გავყიდე და გადმოვიჭრე ისევ ტაქსებში და მომსახურებაში. და ბოლო კითხვა, გავყიდე რა და
უნდა გავაკეთო. თუ ანუ რა თქმა უნდა ისეთი შემთხვევებიც ყოფილა არაფერს არ გაუკეთებია, თითქოს არაფერი არ გაუკეთებ, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ ასრულებულა. თუმცა მე მაინც ვიძლევ ესეთ რეკომენდაციას, რომ თუ კონკრეტულად ბინას თუ ეხება და თუ იცით ან ქვეყანა, ქალაქი და ქუჩა, უბანი, მოდი ესე ვთქვათ, დაახლოებით ადგილდა, შესაბამისად, ფოტოს იძიებ, თუნდაც იმ უბანში კორპუსი რომ იცოდე, ისიც კი გაწყობს, ესე ვთქვათ, უღებ იმას და დებ. შემდეგ იწყება შემდეგი პროცესები. იწყებ ძალიან აქტიურად დასირჩვას მოძებნას სოციალურ ქსელებში ყველა პლატფორმაზე. თან ხშირად აკეთებ ამას, შედიხარ და ნახულობ. მერე მიდიხარ რეალურ ვიზიტებზე იმდაგვარი ბინის, ანუ ნახულობ იმასაც და ხშირად თუ სეირნობ კიდევ უბანში ამასაც დაამატებ, ძალიან კარგი. და ასევე თუ შენს თავს გაუკეთებ სხვა კოუჩინგურ პრაქტიკებს, რომელიც დაგეხმარება, რომ შენი ვიბრაციები აწიო, შენი შინაგანი, ესე ვთქვათ, ენერგეტიკა გააძლიერო, გაცილებით ადვილად მოვა. ხო, მაგრამ არა მაქვს ფული და უნდა ეს პროცესი წარმოვიდგინე. თორემ სადავაკეთებ. ამბულანს მაინტერესებს, ან მაგა. კიდევ ერთხელ ვიძახი, იყიდი ოღონდ ჰიპოთეკით. რატომაც არა. აი, ხშირად ყოფილა და ერთ-ერთი ჩემ შემთხვევაში იყო, როდესაც სტუდიის ყიდვას ვაპირებდი, შანსი იყო 0. იმიტომ რომ მე არ ვიყავი სადმე დასაქმებული, არ მქონდა, არანაირი საფუძველი არ მქონდა და მახსოვს, როდესაც მე იპოთეკით შევიძინე სტუდია, ყველა გაკვირვებული იყო, რომ რანაირად ანუ ხდება, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ანუ იმას, რომ სასწაულები ეს არის უკვე რეალურად ხდება ჩვენს ცხოვრებაში. თავარია დავიჯეროთ და თავარია რა თქმა უნდა ნება დავთოთ. ჩვენ საკუთარ თავს იმიტომ რომ ხშირად ბევრი შესაძლებლობა მოდის, ბევრი რაღაცა მოდის ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ამის ნებას არ ვთავთ. ამისთვის არის სწორედ ეს პროგრამირება, ეს წერით პრაქტიკები იქნება თუ ვიდეო კურსები იქნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ამისთვის.